31 აგვისტოს გამართული საკრებულოს სხდომის დასასრულს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ განცხადება გააკეთა. განცხადება საკრებულოს წევრის თამარ ნადირიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის თანახმადაც თითქოს და ქალაქის მერი ოზურგეთში ძველი პოლიციის შენობის წინ მდებარე პარკის გასხვისებას გეგმავს. ბეგლარ სიორიძის მოწოდების მიუხედავად თამარ ნადირიძემ მის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მოსმენა არ მოისურვა და დარბაზი დატოვა. ნადირიძის მსგავსად დარბაზი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნათია შარაშანიძემ და ლევან მგელაძემაც დატოვეს. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, ინფორმაცია, რომელიც თამარ ნადირიძემ გაავრცელა, არასწორია და პარკის გასხვისებას ქალაქის მერია არც ახლა და არც სამომავლოდ არ გეგმავს. ამ დეპუტატებთან მიმართებაში მეც არანაირ განცხადებას აღარ გავაკეთებ აღარასოდეს, იმიტომ რომ ეს ადამიანები დაკავებული არიან პროვოკაციული განცხადებების გავრცელებით და რაც მეც ვაკეთებთ ქალაქში, ეს პროვოკაციული განცხადებები დღითიდღე მატულობს მათი რიცხვი. ამდენად ეს ხალხი არ არიან თავის ქალაქის სიყვარულით გამშვალულნი, პირიქით ცდილობენ რომ დაემკვიდრონ თავის საზოგადოებაში ასეთი პროვოკაციული განცხადებებით, რაც არ გამოუვათ მინდა გითხრათ და არც გამოუვიდათ, ეს ერთი წლის წინ დაადასტურა არჩევნებმა, სადაც მათ მიიღეს ის შედეგი, რა შედეგითაც დამთავრდა არჩევნების პირველი ტური. ასევე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ქალაქის მერია და საკრებულო ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ აყვეს მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს და დაკავდნენ საქმის კეთებით, გააგრძელონ სუსტად იმ ტემპში და იმ ფორმებში მუშაობა, რა ფორმითაც დღეს ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ რამდენი პროექტი ხორციელდება ჩვენს ქალაქში ყოველი ფეხის ნაპირზე. საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრების პოზიცია ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტთან დაკავშირებით კი ამგვარია. მე მართალი გითხრათ, გაუგნებული დავრჩი ასეთი მოგონილი თემით. ან ქალბატონ თამარ შეეძლო ეკითხა მინიმუმ ჩემთვის მაინც თუ იგეგმებოდა მსგავსი რამ მერია თუ გეგმავდა. ეს იცით რომ მერია პიროვნულად ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა თუ საკრებულოზე არ იქნებოდა საკითხი შემოტანილი. რაც შეეხება ამ დღევანდელ ფაქტს, ვისაც განცხადების გაკეთება ითხოვა მერმა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და დატოვა ქალბატონმა თამარმა საკრებულოს ხდომა, ალბათ მიხვდა ქალბატონი თამარი, რომ იყო აბსურდული თავისი Facebook-ში გამოხმაურებული წერილი, რომ მსგავსი რამ არანაირად არ იგეგმებოდა არაფერი მსგავსი რაღაც პარკების გასხვისებასთან დაკავშირებით და პასუხიც არ ჰქონდა და დატოვა. ეს არ არის საბავშვო ბაღი, ეს არის წარმომადგენლობითი ორგანო თვითმმართველობა. მე როგორც ეთიკის კომისიის თავმჯდომარის არ მაქვს უფლება ესე განვიხილო ეს საკითხი დეპუტატებს და აღმასრულებელს და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს შორის დაპირისპირების საკითხი, თუ არა მაქვს წერილი შესაბამისად ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან. მათი მიზანი, რაც უკვე გამოჩნდა და გამოვლინდა ერთი წლის განმავლობაში, არის მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა, ოღონდ ეს კრიტიკა უკვე გასცდა ყველანაირ რეალობას, როდესაც დადგება საკითხი, როდესაც მოვინდომებთ პასუხის გაცემას, ყოველთვის დემარშით სრულდება საკრებულოს ხდომა. პასუხს არ ისმენს არავინ, გადადიან ხმამაღალ შეურაცხყოფაზე და ტოვებენ დარბაზს.